სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საპატრიარქოს ფონდ გაამწვანე საქართველოს ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად ვაზის უბანში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ეზო გამწვანდა. ღონისძიების ფარგლებში ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილისა და კიპარისის ნერგები დაირგო. გამწვანების აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანე მაზანაშვილმა, ფონდ გაამწვანე საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა და ტაძრის მრევლმა. გამწვანების ღონისძიება ტაძრის ტერიტორიაზე 6 ივნისს გაიმართა. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის დღევანდელი დღისათვის. დღეს განსაკუთრებულად სასიხარულო დღეა. პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩვენი სატყეო ეროვნული სააგენტოს თაოსნობით, ძალისხმევით და საქართველოს საპატრიარქოს ფონდის გაამწვანე საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით ბატონი გოჩა არონიშიძის და თანამშრომლების, რომლებიც აიმასულები იყვნენ, ძალიან კარგი რამ გაკეთდა და დაირგო მარადმწვანე მცენარეები, კიპაროსი და ზეთისხილი და ეს არის რაღაც მარადიული სიცოცხლის მიმანიშნებელი და ხვალ მისვალებულთა მსახურება, როგორ დაიცვლება ხოლმე ადამიანი რაღაცა ხე ხმება ხოლმეო და ჩვენ მათ სახელზე დღეს აი ამდენი ზეთისხილის ხეები დავრგეთ, მადლიანი მცენარეა ესა. დღეს არის ამაღლების წარგზავნა, იგივე დღესასწაულია, იგივე ძალა აქვს, რაც ამაღლების დღესასწაულზე ქონდა, ეს თავისთავად ღვთის წყალობით დაემთხვა ეს ყველაფერი და ამაღლება ვიცით რომ ელეონის მთაზე მოხდა, ზეთისხილის მთაზე და უფალ ზეთისხილის მთაზე უყალდა ყოფნა და ვიცით რომ გეციმანის ბაღიდან ამაღლდა და გეციმანის ბაღში არის ღვთისმშობელი დაკრძალული და განსაკუთრებული სიხარული მაქვს მე პირადად და ეს იგრძნობა ყველაზე. ბავშვებიც გახარებულები არიან, სტიქანოსნები და ყველანი ვინც მოვიდნენ რაღაცა ზეიმი იყო ჩვენ ტაძარში და თან დაემთხვა ეს პარასკევი დღეს, პარასკევი როგორც ვიცით ეს არის ყველაზე აღმატებული დღე კაცობრიობის ხსნისა და გადარჩენისთვის განკაცებული ღმერთის მიერ შეწირული მსხვერპლი და შემდგომ მკვდრათი თაღდომელი და ზესად ამაღლებული ღმერთმა დალოცოს ყველა როგორც პატრიარქი გვაკურთხა, გაიხარე, გაგვახარეო, გავაკეთეთ ესა და ღმერთმა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს და ჩვენს ყველა მართლმორწმუნეს მთელ ჩვენ საქართველოს ულოცავ. დღეს ჩვენთან მოხდა ესა, მანამდეც ხდებოდა სხვა ტაძრებში და აცი გაგრძელებაც იქნება ღვთისმადლით და ღვთისწყალობით. ჩვენს ფონდს გამწვანების თაობაზე მომართა ვაზის უბნის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანე მაზანაშვილმა. და ვთხოვა რომ მისი ეზო საჭიროებდა დამატებით გამწვანებას. ჩვენს ნახე დავათვალიერეთ მხედველობაში იმაქ რომ სატყეო სააგენტოსთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად და ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ხშირად ერთობლივ პროექტებს და ამაში ძალიან გვეხმარება ჩვენ სატყეო სააგენტო თავისი პროექტებით და მინდა წინათ თავში ვაღვნიშნო რომ მათ შორის ნებართვა ავიღეთ იუნესკოში და სამთავრო გამომწვანეთ ასევე მარაბდაში ცხადმა ხერხეულიძის ტერიტორია გამომწვანეთ, იქ წმინდა მარინას ეკლესია არის. ასევე საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ირაჯულის მემორიალური სკვერი თიანეთში, სოფელზარიძეებში. ასევე ორთაჭალაში თავდაცვის სამინისტროს გვარდიის ტერიტორიას სატყეოს დაპროექტებული იყო და დღესაც ასევე ჩვენ აი ამ ტერიტორიას ვამწვანებთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს პროექტის მიხედვით. ყველაფერს ამას აკეთებს კანტონი მარინა თუჯაშვილი, რომელიც არის ჩვენი ერთგული, ჩვენი ფონდის კონსულტანტი არის, გვეხმარება ყოველთვის და მათ შორის დღესაც მისი დაპროექტებით ამას ვახორციელებთ. გვაქვს აქ კიპარისებს და ზეთისხილებს 40 წალი იქნება ერთობლიობაში, 22 ზეთისხილი და 18 კიპარისი. კიპარისები იქნება გაშლილი ტოტებიანი, რომელიც აქ შექმნის ხარსაფარს. მონაწილეობენ ბავშვებიც არიან ეკლესიის წარმომადგენლებიც არიან, სატყეოს თანამშრომლებიც არიან და ეს არის ფაქტობრივად ზეიმი არის ჩვენი ერთობლივად. ჩვენ ასრულებთ პატრიარქის კურთხევას, რომ აი უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ურთიერთობა ნერგებთან და მე მიხარია რომ დღეს აგე პატარა სტიქაროსნები ასე გულმოდგინეთ გვეხმარებიან არგვაში თვამათ ვასწავლი და ფაქტობრივად სრულდება მისი უწყენსობის საკურთხევა, რომ ყველამ ერთობლივად დედა ბუნებას მოუვაროთ და არა მარტო ეკლესიებს, არამედ ყველას ვეხმარებით. დღეს ტარდება აქ გამწვანების აქცია, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ მონაწილეობას ღებულობს ერი და ბერი ერთად.
სადღეო სააგენტო ყოველთვის მხარში უდგას და ყველანაირ დახმარებას უწევთ ხოლმე ერთმანეთს, რა თქმა უნდა. აქ არიან ბავშვებიც, მრევლიც და სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც საკმარისად ბევრი ენერგი დარგეს, რაც უფრო ლამაზ და მომხიბვლელს გახდეს აქაურობას. ჩვენ ვიყოფებით ივანე ღვთისმეტყველის ტაძარში და დღეს ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მარადმწვანე მცენარეების დარგვაში. ჩვენ ძალიან გვეხარია